აქ როგორ უნდა დაიცვან თავი მამა? საერთოდ ხშირად ხდება ისე, რომ აი ეშმაკი ერთმანეთს გადაკიდებს ხოლმე ისე თქოს, რომ იცი, აი მან შენზე ესა თქვა, ამას ეუბნება, ამან შენზე ესა თქვა და ეშმაკი თავის გეგმას ახორციელებს აი იმ ადამიანებზე, ვისაც სულიერი ჭვრეტა ნაკლები აქვს და სულიერად ნაკლებად ფიქრობენ და მათ შორის ხდება ეს დაპირისპირება და გონიერი ადამიანი კიდე ამას თავიდანვე ალღოს აუღებს, რომ ეს ეშმაკის ხრიკებია, ეს არის ის, რომ მე ხო ცილი არავისთვის დამიწამებია, მე ხო სხვისთვის ზრუნავდი და თუ კი მე ცილს სამწამებენ, დიდება და მადლობა უფალს. მის მიმართ უფრო უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, უფრო უნდა გავაძლიეროთ მოწყალება იქნებოდა სიკეთის საქმეები და არამც და არამც ეშმაკის აზრს არ უნდა ავყვეთ, რომ იმან ესე ცუდი თქვა შენზე და შენ ამდენ სიკეთეს რატო უკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები, ჩვენ არ გვაინტერესებს ის ჩვენზე რას ფიქრობს, ის თუ ცუდს ფიქრობს ჩვენზე და ცდება ღმერთმა აპატიოს და აშოროს ღმერთმა ის ბოროტის სული, რომელიც მას ასე აცდენს. აი ესე უნდა ვიყოთ ქრისტიანები, ყოველთვის მშვიდობის მოყვარენი და მოსიყვარულები უნდა ვიყოთ. მამა, საერთოდ აი მივაქციოთ უნდა ყურადღება ეგეთ რაღაცებს, ეხლა თქვენ თავში კითხვით, მაგრამ შეახდება უნდა მივაქციოთ ყურადღება და აი რა უნდა გამოვიტანოთ დასკვნა. უნდა გამოვიტანოთ დასკვნა, აი რაც ჩვენმა დიდმა პოეტმა ვაჟა-ფშაველამ ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო. ესე იგი თუ შენ კარგი ხარ, შენ მტერიც გეყოლება. ცუდს რა თუნდა მტერი ის თვითონვე თავის მტერია და კარგი ადამიანი მუდამ მტრიანია, ცუდას რა თუნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო. აი ეს გვახსოვდეს და მუდამ მადლობდეთ ღმერთს ყველაფრისთვის. უყვარვართ სხვებს თუ არ უყვარვართ. ჩვენ ყველა გვიყვარდეს, ყველასთვის ვლოცულობდეთ და პატიობდეთ ყველას. აი ეს არის თავარი, გიორგი. ხო, თან მამა ძალიან დაბალი ცოტა დრო არის იმისათვის, რომ გძულდეს რა, ეგ საშინელება არის, იმიტომ რა თქმა უნდა, რამდენ ხანი ვიცოცხლობთ, აბა, ცოცხლობთ, 70-80 წელი. უკვე თუ ძლიერებას აშინა. და სიზღში რო ატარებ. აბა, ამას ეს დრო ყველაზე ძვირფასი რაც გვაქვს ჩვენ ამ ქვეყანაზე დრო შეიძლება რომ ამ ზისხში და აი ამ უთანხმოებაში, დაპირისპირებაში დავხარჯოთ, რა თქმა უნდა არ შეიძლება. თან თუ სულიერებაზე გაქვს პრეტენზია ან